ჩვენი ძალა არის თქვენში, ხალხის ხარდაჭერაში. დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ეს გამარჯვება გარდაუვალია. გაუარესდა მდგომარეობა. დაწყებული პენსიონერის ცხოვრება დამთავრებული პატარა ბავშვებით, რომელსაც დღეს საბავშვო ბაღი ფასიანიც კი გაუხადა ხელისუფლება. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომ 4 მილიონი ადამიანიდან 2 მილიონამდე სოციალურად დაუცველია. არ არის ის, რომ ჩვენ მოვიდეთ მეთან და რაღაც დაპირებები მოვცეთ, რომელსაც არ შევასრულოთ. ჩვენ ბევრი ვიცით, რომ არიან პრაქტიკულად ძევლობაში ამ რეჟიმის და ეს შემოსავლის წყარო, რომელიც გაუჩინა სახელმწიფო და ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობისას, იმაზე არიან დამოკიდებული. ამავდროულად ვით კეთილს ინდივიდუალურად იქნება, იმათ არ დაეკარგებათ ისიც. ამავდროულად ჩვენ არ დავყავთ საზოგადოებას ესეთ ნაწილად, როგორც დაყო სააკაშვილმა. ქვეყანაში განსხვავებული აზრის დევნა აღარ იქნება. და ყველა ადამიანი იცხოვრებს თავისუფლად, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ჩვენ აღმოჩნდებით ისე ვითარებაში, რომელშიც ვართ. ვიღობებით ვარ კეთილში, სადაც პრობლემები ძალიან ბევრია გადაუჭრელი. მოსახლეობას პირველ რიგში აწუხებს ზემოშევრობა, დაბალი პენსიები, ჯანმრთელობის ხელმოუწვდომლობა, კომუნალური ტიპის პრობლემები. მე დარწმუნებული ვარ, სამგორის რაიონი იქნება მაგალითი იმისა, როგორც თბილისისთვის, ისე მთელი საქართველოსთვის, რომ არჩევნებში ძალიან დიდ ბევრი რაოდენობის ადამიანები მივიდნენ და თავიანთ მოქალაქეულ პოზიციას დააფიქსირებდნენ.